პრეტენზია არ მაქვს და შენეუნები პრეტენზია აქვს. რატომ იყავ მანქანა საჯარიმოზე გეკითხე? პრეტენზია შეჯახება. ვის აქვს? არა, კაცი გეუნება პრეტენზია არ აქვს. მობზანდი და არა. არა, კაცი გეუნება. მოდი ერთი წამე, მოდი. მოდი გესმი, მოიწია. ასია შენ კაცი გეუნება ვინ არის? ნუ არ აქვს პრეტენზია და შენ რატო წერილი გქავი? ვის ისტორიასაც გადასწრებ ხელის მოძნელს. გამიშვა და პრეტენზია არაფერი არ აქვს, გამიშვა წავიდე მე უკვე ნერვები აღარ მაქვს, დავიხარდა. კარგამოდი აღარ შეიძლება. გაგანაკლებია 90 გავიხედე და გავიგონე სხვა. მანქანა აი ამაზე დავიგე. მანქანა სხვა გაიგონე. ხო, მაგრამ მანქანა გაჩერებული ხო არ აკავდა, ხო მოძრაობ. ხო, მაგას გელაპარაკე. დაგეტალეთ ზალა. მე შენი განახე არ ჭირდება, შემოგარგო. მე ვიცი როგორ უნდა დავწერო. კაცმა წესილად არის ქართული წერა. კარნახო გეუბნება რომ მოძრაობდი და გადავაკეთე. ქართული წერა როგორ არის პანიკაში სააგრო კაცმიანი როგორ შეიძლება მოხდა? არისო შეჯახება, რა შეჯახება? აბა რატო არ დაზიანება აქვს მანქანა? რა დაზიანება? შეჯახება სხვა რამე. საღებავი აცილილი ხო? რატომ მიგნევართ მე? დამტრეული არ გაკეთებია. რატო? დამტრეული გელა არ გაკეთება ეს რაზეა? მაჩენებიც კი რა სამინისტრო. რაზგია სამინისტრო? რატო მარტავზე წარავარ ვარდებული? რატო სამინისტრო? რაზგია ვალდებული არა ხარ? რატო გამოჩერდა? რატო მიგნევარ საჯარიმო? მოხდა შეჯახება გადამყავს ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე. რასკია შეჯახება კანონი? კაცი გეუნება პრეტენზია არ აქვს. უნდა თუ არა? პრეტენზია არა, კაცი გეუნება პრეტენზია გეუნება. არ უნდა კითხოთ გადაიხოს თუ არა? შეჯახება, всё. კაცი გეუნება პრეტენზია არ აქვს. შენ რა გადამყავს. კანონიერად გადამყავს მე საჯარიმო. არ არსებობს ეგეთი კანონი. უნდა კითხოთ მიმართეთ სამინისტროს. დამისაღელე კანონი რა რის საფუძველზე? შემთხვევაში სამინისტრო. რაზგია შენ არ გასრულებ? ის მიათე. ის მიათე იგენაცვალე. მოდიოდი და ამან აიღო მარცხნივ, რომელიც ახლა მარჯვნივ მე მესამე ზოლში მოდიოდა და გაუსვა რა. აი ეს არის გასული. მოძრაობდით ტვრის მარჯვენა სანაპიროზე, ახალ შენებარე იუსტიციის სახლთან, აქ მუდმივად საცობია გასენება და შესაბამისად მანქანები გვერდით ნელა მოძრაობდით. მარჯვენა მხრიდან რაღაც პატარა ხმა შემომესმა, გამოვიხედე მძვანი ავტომობილი იყო. ოდნავ სარგით შემეხო, მეტი არაფერი. მაგრამ აქვე პატრული იმყოფებოდა, ორივე გაგვაჩერეს, შემოხაზეს ჩვენი ავტომობილები და აგვიმართეს რომ არაფერი პრობლემა არ იყო, დაგვატენებდნენ ახსნა განმარტებას და გაგვიშვებდნენ სახლში, არც დავჯარიმდებოდით არაფერი. გამომართეს საბუთი, მე შემდგომში როდესაც მოახდინეს გადამოწმება ჩემი ავტომობილის, გაიგეს ჩემი სახელი და გვარი, ის მერე შეიცვალა სიტუაცია და უკვე 2 საათზე მეტი აქ ვარ, რეკავს, რა ვიცი, 10 პატრული სადღაც, ვერ გაურკვევიათ როგორ უნდა მოიქცნენ, რა გააკეთონ. ეხლა უკვე მოიყვანეს ევაკუატორი და აპირებენ ჩვენი ავტომობილები გადაიყვანონ საჯარიმო სადგომზე. არა და ორივე მძღოლი ვაცხადებთ რომ არც ერთ პრეტენზია ნამდვილად არ გვაქვს და მანქანების დაზიანებაც იმდენად უმნიშვნელოა რომ ჩემ ავტომობილს აგერ ხელი გაუხსნა ვიღაცამ და საერთოდ აღარ ეთქობა და ანალოგიურად არის ამ ბატონის ავტომობილი. შენ ამ პროფესიაში Айнер, გამოდიოდა შევანელეთ, მოძრაობდით. ახლა ვიყავით წაუსით просто ოდნავ ერთმანეთს даже მოხუნული არაფერი არ კრასკო ოდნავ და პრეტენზია არ მაქვს ამ კაცთან არაფერი და გამიშვა წავით. ანუ თან მოახდინეთ შეჯახება. ახლოს ვიყავით ერთმანეთს და просто წაუსვით ერთმანეთს просто საკე წაუსვით. არაფერი. მოისახეთ და გვარ. ამოისურვით. მადლობა. ფაქტია
სამ გაიქცა. ანალოგიურად გამოდიოდი ორივე რაილერი იყო მარცხენა მარტინომალარის. ან როგორ მოვიდა მარცხენიდან პოლში არაფერი. ანუ ეს ავტომობილი შეიძლება თუ შავი იყო. ანუ ერთად ახლოს მოძრაობდა. ან დისტანცია არის ხო? დისტანცია არის. რაილერი დიდი რომ მოდიოდა, გადმოვიდა ეს მარცხენა მხარეს და დაბრუნება დრაივერმა შექმნა თუ იმანო დისტანცია არის ხო ავტომობილში. ხო არის დისტანცია, რომ ისე შეიძლება ვერ გავიგეთ პროცესზე. რა იყო? გასაკეთე. თქვენი სახელი დაბარი? მომარ დაშავებული. არა, მინახავს. არც ერთ მეორის პრეტენზია არ გვაქვს. შევეხეთ ელემენტარულად. ძალიან კარგად გვიშვებდით ერთის და მეორეს. იმასაც კი მეუნეოდით, რომ ჯარიმაც არ იქნება არაფერიო. როგორც კი შეამოწმეს ჩემი მზაბუთები და გაიგეთ მე ვინა ვარ, იმის მერე გახდა პრობლემა, იმის მერე უნდა წავიდეს ეს მანქანა საჯარიმოზე. შესაძლებელია არის დასაგებუცებ გადაიღოს ორი მასაღასაც ისენა ვეზე წავიდეს. ველი გვეტაჭერი მაშინ და გონოდა დაიმონოს მე ვერი წავიდეს. არა გვეტაჭერი ეს უნდა ამესაც ვარში რატომ იყავს მასალა და მე დაიმონოს. ეს შემოგდა პროდიუსე არის ავტოსაგზაო მეჯერა არ მომიცია შეიძლება კი არ ავტოსაგზაო ვინაიდან არის აუტორის მოწინა ვინაიდან არის ტრალეულობა ორი მანქანა ხო უნდა გაირკვეს ეს გადაიყვანს მე ახსნა განმარტება მაგრამ რო გადავა მანქანა საჯარიმოზე ახსნა განმარტების ხომ არის თქვენი არა ექსპერტი დაინიშნება ექსპერტი კომიტეტი მართალი კომიტეტი ორივე ხომართლები დაინიშნება იმიტოა გასარკვევი ხო ამ შემთხვევაში როდესაც საბატონო პოლიცია როერება მეჯერა ახსნა განმარტება არა რა მინდა გიქონდა საბატონო პოლიცია არის ლაიონის ოფიციალური ძალიან გადაგანცადე. ახსნა განმარტებას დავწერ. მე ისევა კანონები იმითი დასაგებია, მაგრამ ეს ახსნა განმარტებას ქვეყნის პოლიციელებმა ერთხელ დამწერეთ ორჯერ, მაგრამ ფიქრობ უბრალოდ დამწეროთო და ვერ დაწერეთ ამდენ ხანს. არა აქვს მაგას ფიქრობა, ვინაიდან ეს გასარკვევი სიტუაცია უნდა გაარკვიოს ექსპერტმა. აი ახსნა განმარტება დაიწერება, მანქანებს საჯარიმოზე გადავიდა. მარიდა შეიძლება ექსპერტმა გადავიდა ექსპერტმა. იმითო გეუბნები, გამიგეთ? თუ არ იყოს 10 მიმართ, 10 შემთხვევით, ამ გოლების ერთმანეთს პრეტენზია ეს უცნაურია, გამიგეთ? აი ეს მეტი არა. როგორ დაიწყო? უბრალოდ აქ ხედავ, ფონის გამომიწვა. ასეთი მაგრამ შეიძლება გახდეს მომავლის მნიშვნელოვანი. რატო უნდა გახდეს მომავლის მნიშვნელოვანი, როდესაც ორივე მძღოლი ვაფიქსირებთ, რომ ერთმანეთს მიმართ პრეტენზია არ აქვს. აკარო, მაშინ ხომ უნდა მოხდეს კაცო? რა უნდა მოხდეს? ავტოსაგზაო შემთხვევის გაფორმება ნახად უნდა შედგეს. შეადგინეთ მერე გახდა. კი ბატონო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში თქო რომ ეხლა დაუშვენ გამოგეწეროს რომ ან თქვენს მეორე პროვინციაში და ყოველი ჯერ რომელიმე რომ გამოგეწეროს საბავშვო მე არ არის გამორიცხული პრეტენზია გაგიჩნდეთ ან ერთ ან მეორე ერთმანეთს მიმართ. ამიტომ თუ გაგვიჩნდება მაგისთვის ასე ქართული სასამართლო და გადაწყვეტო ქართული სასამართლო. არა. პროკურორი გამოგეწერა. აი თუ არის მე შემოგვიყვება თქვენი სახელით გელა. ბატონო გელა. რა ხდება ეს? ვინაიდან თქვენ კიდევ გაურკვევლობაში ხართ და არიც მე არა ვარ გაურკვევლობაში. თუ ხომ გაურკვევლობაში ხართ თქვენ, იმიტომ რომ თქვენმა თანამშრომლებმა კომისიამ შემოგაიგო. თქვენმა თანამშრომლებმა, როდესაც ჩვენ მანქანას ეს ინციდენტი მოხდა და გავაჩერეს, მოვიდნენ ძალიან თავაზიანად, დამელაპარაკენ და მითხრეს, რომ არაფერი პრობლემა არ არის. ამას დავწერთ, ჯარიმასაც კი არ გადაიხდით და წავბრძანდებით. როგორც კი ჩემი საბუთები ნახეთ, შეამოწმეთ, ჩემი სახელი და გვარი გაგით, იმის მერე ატყდა ეს ამბავი. არ როგორ მეკადრება, ყველაფერი დაფიქსირებული და ყველაფერი გადაღებული. აი ამ კონტექსტში ვინაიდან გოლები გასარკვევი ხო არის არა გასარკვევი? არაფერი არ არის გასარკვევი. მე და ამ წოლმა ძალიან კარგად გავარკვიეთ ყველაფერი. ავტოსაგზაო შემთხვევა საფოროს გავიგე, გააფორმეთ მე. კი ბატონო, მაშინ პრეტენზია აღარ გექნებით. არა მაქვს პრეტენზია, გეუბნები. არა, ხონდა ჩვენთან რატომ იყავს? ვის ქონდა? რატომ იყავს? მე პრეტენზია მაქვს, რომ მანქანა რატომ იყავს? მანქანას ჩვენი ერთ მდგომარეობაში არაფერი არ არის. ექსპერტი ხომ დაინიშნა, არა ექსპერტი. მე გელავარ სამხარაული დეპუტატობის კანდიდატი ვარ ქართული ოპოზიციაში. გელავის რაიონში. ძღოლი ვარ ამაყ. დიახ. არა და უბრალოდ რასაკინოა გადაყვანა და უხსე გადავიგებთ რომ უნდა გადავიყოთ ექსპერტი. აი და რა პრეტენზია ჯერ არა აქვს. მე და დავკარო. აბა ამისე იქ მაშინ ძალიან კარგად თუ შეიძლება და არ ამისა და მე ვერ გავიგეთ ეს. კარგი შეეცა. ბიჭო გუმი რა კიდევ ისე უნდა ჩიძროლება.
რატო ინიშნება მეორე ხოდა მაშინ მე მაგას ვერ გავიგე მეორე მოწე მოხნე ამას არ უდგება იმიტომ რომ პრეტენზიები არა ხოლმე საშუალება რომ ძოს გავესწავლო და გადავიდე რა დროს რა დადი გოგოთი მოხვალ შენ კიდე ძალიან ძალიან მენი პოზიცია გავიგე მე ძალიან გამაგაგეს მე აგიხსენე კიდევ ერთხელ ვინ ხوارი თქვენი ნივთები ამოალაგეთ თუ არ ამოალაგეთ დავდეთ ხელა პონტობი ავტომატურად და წავიდეთ ითრება რა ზემიყო საიდან დაინახე სამართალი?